მოგესალმებით, მე მარიკა ბარბაგაძე მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩემი საავტორო გადაცემა, რომელსაც თქვენ ახავთ სოციალურ ქსელში ჩემს პლატფორმებზე. მარიკასთან თქვენ შეხვდებით და გაიცნობთ ძლიერ და წარმატებულ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია მეიქაპ არტისტი ნინო ანტიპოვა. მოდით ერთად გავიგოთ მისი წარმატების ამბავი და ის გამოწვევები, რაც ამ პროფესიას ახლავს. მოგესალმები, მიხარია რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. და მე გიცნობ, მაგრამ გავეცნოთ ჩვენს საზოგადოებას. გაგვიცანი. გამარჯობა, მე ვარ ნინო ანტიპოვა, 33 წლის ვიზაჟისტ გრიმიორი 5 წლიანი გამოცდილებით და ასევე სულ რამდენიმე თვის უკან დავაარსე საკუთარი სილამაზის სტუდია Beauty Holic. რატომ მეიქაპ არტისტობა და რას ნიშნავს ეს პროფესია შენთვის? მეიქაპ არტისტობა გადავწყვეტე იმიტომ, რომ ეს მაძლევს ძალიან დიდ ძალას და ასევე მეხმარება ქალებს შევმართოთ თვითდაჯერებულება. დედობა და თქვენი პროფესია, როგორ ახერხებთ ორივეს ერთად? რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ჩემი შვილების და საქმის სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი. სწორი დროის მენეჯმენტი მეხმარება, რომ გავთვალო ყველაფერი ისე, რომ არც ჩემ შვილებს მოაკლეთ ყურადღება და არც ჩემს პროფესიას. ასევე მეხმარება ამ ყველაფერში, როგორც პროფესიულად წინსვლაში, ასევე ბავშვების გაზრდაში ჩემი გამზრდელი ბებო. რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც თქვენ და თქვენმა მეგობარმა ნულიდან დაიწყეთ თქვენი სივრცის შექმნა, როგორ გაუმკლავდით ამ სირთულეს? ყველაზე რთული გამოწვევა ვფიქრობ იყო ის, რომ როდესაც გადავწყვეტეთ სარემონტო სამუშაოების ჩვენი ხელით შესრულება, მაგრამ ორკვირიანი დაუღალავი შრომით და ორკვირიანი უძილო ღამებით მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ძალიან ამაყები ვართ ამ ყველაფრით. რა იყო თქვენი შთაგონების წყარო, როდესაც ამ საქმეს იწყებდით და რა გაძლევთ მოტივაციას დღემდე? ჩემი შთაგონების წყარო იყო ერთ-ერთი მეიქაპ არტისტი, როდესაც მის ვიდეოს ვუყურე პირველად, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის და ეს არის გზა, როდესაც ქალბატონებს უფრო მეტ თავდაჯერებულებას და თვითშეფასებას ვმატებთ. როგორი გრძნობა, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი ხელით შექმნილი სივრცე წარმატებულია და ადამიანებს მოსწონთ? უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სიამაყის განცდა მეუფლება, რადგან ეს შევძელი და როდესაც ჩვენგან კმაყოფილი მომხმარებელი მიდის, უფრო და უფრო ვწმუნდებით, რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს და უდიდესი მოტივაცია გვეძლევა ამ ყველაფრით. რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ამ დროისთვის ამ საქმეში და რას მიეწერდით ამ წარმატებას? ამ დროისთვის ჩემთვის ვფიქრობ ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ გასულ წელს საქართველოში გადაიღეს ამერიკული მინი-დრამა, რომლის მთავარი ვიზაჟისტ გრიმიორი გახლდით მე. და ამ წარმატებას ალბათ მივაწერდი იმას, რომ ყოველთვის ვფიქრობ განვითარებაზე და თავდაუზოგავად ვშრომობ ჩემი საქმისთვის. რა არის ის მთავარი თვისება ან უნარი, რამაც თქვენ და თქვენს მეგობარს დაგეხმარათ ამ სირთულეების გადალახვაში? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩვენი მთავარი უნარი არის საკუთარი საქმისადმი სიყვარული და ასევე მინდა აღნიშნო, რომ როგორც მე ასევე ჩემი ძალით ძალიან შრომის უნარიანები ვართ. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით იმით, რომ ერთმანეთის მხარდამხარ ვართ ყოველთვის და იმდენად გვიყვარს ჩვენი პროფესია, რომ ჩვენთვის ამ ყველაფრისთვის დრო არ არსებობს. როდესაც ვიწყებთ ჩვენი საქმის კეთებას, იქ დრო ჩერდება. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის, რომ იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ საქმეს იწყებს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იყოს მოტივირებული თავის საქმეზე, უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის და აუცილებლად ყველაფერი გამოვათ. რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში თქვენი მეგობრის მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობა წარმატებისთვის? უდიდეს როლს თამაშობს, რადგან ვფიქრობ, რომ გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემსავით უყვარს თავისი პროფესია, უდიდესი როლი აქვს, ჩემი მეგობარი აღნიშნავ ახლა არის ჩემი რძალი, ძმისწოლი და ძალიან დიდი როლი აქვს, რა თქმა უნდა და ორივე ერთად ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევთ. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და ხედვები ამ საქმესთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გეგმები მაქვს სამომავლოდ, ვაპირებ რომ გავხსნა კიდევ უამრავი ფილიალი და არ დავნებდები. და ასევე ვაპირებთ, რა თქმა უნდა, განვითარებას და კიდევ სწავლას, იმიტომ რომ სწავლა არასდროს არ არის გვიან.
როგორც ყველა სფეროში და მეთანხმები ამ სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა. მოდი მივცეთ დამწყებ მეიკაპ არტისტებს რჩევები, რადგან არ შეეშინდეთ კონკურენციის, რა რჩევებს მიცემდით, როგორ დაიწყონ საქმიანობა და რა უნარები გამოიმუშაონ. დამწყებ მეიკაპ არტისტებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში უნდა იყვნენ თავდაჯერებულები, შემდეგ უნდა იშრომონ უამრავი და ასევე საკუთარი თავისი რწმენა უნდა ქონდეთ აუცილებლად და ბევრი შრომის შედეგად წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, ამ გადაცემის აზრი, სწორედაც რომ ქალების გაძლიერება და მათ ვინც ამ სფეროში იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას, ვიმედოვნებ რომ შენი ისტორია ნამდვილად მისცემს ძალას, რომ საკუთარი თავის ირწმუნოს და არ შეეშინდეს წინააღმდეგობების. თუ გინდა რომ შენი წარმატების ამბავი გაგვიზიარო, მაშინ მომწერე და მე მოვალ შენთან. მადლობა რომ გვიყურეთ და ელოდეთ მორიგ ისტორიას მარიკასთან.